ვიწერთ. ხო. ჩვენი დღევანდელი თემა არის ჩატბოტები და კითხვა-მოპასუხე სისტემები. ხო, ამ ჩატბოტები მოკლედ ძალიან ისეთი აქტუალური თემა არის, თან ChatGPT-ის მერე მოკლედ აფეთქდა ეს ჩატბოტები და გავიგებთ როგორ მუშაობს ეს ჩატბოტები, რა ტიპის ჩატბოტები გვაქვს, როგორ ხდება LLM-ების, ისეთი მოდელების, როგორიც მაგალითად ChatGPT არის, chat-ზე მორგება, როგორ ატრენინგებენ ამას, alignment-ი, ანუ ჩვენი სურვილების სწორება რო კონდეს ამ მოდელს და ჩვენ მოთხოვნებს რო დაემთხვეს, როგორ ატრენინგებენ მაგაზეც ვილაპარაკებთ. ეს კითხვაზე მოპასუხე სისტემებზეც ვილაპარაკებთ, რა ტიპის სისტემები არსებობს, რაგზეც ვილაპარაკებთ, რაგსაც შევეხებით და ხო, ეს არის ჩვენი გეგმა დღევანდელი დღის. და ხო, პატარა დემოც გვექნება რაგზე, რომელსაც გაჩვენებთ და ინტუიცია, ანუ რატომ გამოიყენება და როგორ გამოიყენება, მაგასაც გავიაზრებთ. რამე კითხვა ხომ არა გაქვთ? ან რამის თქმა ხო არ გინდათ, სანამ დავიწყებდეთ. კაი. მოდი ჩავთვალ. ხო, ჩატბოტები. პირველი ჩატბოტი შეიქმნა 1966 წლის იანვარში, რომელიც სუფთად rule-based იყო, ანუ rule-based ნიშნავს, რომ ეს ყველა თითოეული ნაბიჯი გაწერილი იყო if-else ბლოკებით, ხო? შემდეგ ჰქონდა ნეირონული ქსელები, რომელიც entity recognition-ზე იყო დამყარებული და ბოლოში მივიღეთ LLM-ები, რომელიც უკვე გენერაციული მოდელები არის და ამ ტექსტს აგენერირებენ, რომ შექმნან იმის იმიტაცია თითქოს ველაპარაკებით ადამიანს, ხო? ანუ ჩატბოტიც ზუსტად ეგ არის, რომ იმის იმიტაციას აკეთებს. არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც მომხმარებლეს წარმართავს ადამიანური საუბრის სიმულაციას, ხო? ანუ როგორც თქვენ მეგობარს წერთ ხოლმე chat Facebook-ზე თუ WhatsApp-ზე თუ სხვაგან თუ Discord-ში მაგალითად მაგის იმიტაციას ქმნის რა, რომ თითქოს ელაპარაკებოდეთ ადამიანს. ეს არის chatbot-ის ზოგადი განმარტება, ხო? და არსებობს სხვადასხვანაირი ტიპის chatbot-ები. არის rule-based, რომელიც როგორც გითხარით, იყო შეიქმნა ძალიან ადრე, 1966 წლის იანვარში. აი ამას ერქვა ელიზა მაგალითად და პროგნოზირებადი არის პრინციპში, რაღაც keyword-ებს ეძებს და მაგ keyword-ების პოვნის შემთხვევაში შესაბამისად პასუხობს, რაც წინასწარ გაწერილი არის. აი მაგალითად შეგვიძლია ეხლავე გავტესტოთ ეს ელიზა რაღაცას მაგალითად წინა მაგალითში იყო რომ აი ეს headache თავი მტკივა, ანუ როგორც ფსიქოლოგი ისე პასუხობს თითქოს რა. ეგ keyword-ები არის და რომ დავილაპარაკებით, ну რაღაც წინასწარ გამზადებულ პასუხებს გვიბრუნებს რა. I'm sure it's simply yeah. ხო, ანუ რას გველაპარაკებ, კონტექსტზე წარმოდგენა არა, უბრალოდ რაღაც keyword-ებს თუ მოხდება ეს ჩვენი მესიჯები, შემდეგ შესაბამისად გვიპასუხებს და თუ არ მოხდება და არანაირ keyword-ს არ მოხდა ეს ჩვენი მესიჯი, მაშინ არის ხოლმე ისე, რომ უბრალოდ შეგიძლია tell me more-ს გეუბნება მხოლოდ რა. არის retrieval-based, რომელიც ეძებს და არგებს მომხმარებლის კითხვებს, რა გარკვეულ წინასწარ მომზადებულ პასუხებს. აი მაგალითად Facebook ბოტები რო არის ხოლმე რა, ან რეკლამაზე რო დაგეჭირება ხელი და რო
წინასწარ რაღაც რამდენიმე გამზადებული პასუხები რო გვხვდება რა, რომ აი ფასი მოგწერეთ ან რაღაც მარტო კონკრეტულ ჩამონათვალიდან რო გარჩევინებს ხოლმე კითხვებს რა. და ნუ გენერაციული კი უკვე ნუ ChatGPT და Claude და 1000 სხვა AI chat based მოდელები, რომელიც ხო გენერაციული ტიპია, ტრანსფორმერ მოდელებზე არის დამყარებული და ანუ ამათ წინასწარ განსაზღვრული რულების შედგენა არ ჭირდებათ, თუმცა უფრო დიდი შრომა ჭირდებათ, რომ ეს მოდელები დაატრენინგო და ჯერ pre-training-ზე ძალიან დიდი რესურსები იხარჯება, შემდეგ კიდე ამათ fine-tuning-ზე და alignment-ზე, რასაც შემდეგ ვილაპარაკებთ. და ეს alignment-ი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ chat-მა ისეთი პასუხები დააბრუნოს, როგორიც არის მისგან მოსალოდნელი რა. ანუ შენ რო რაღაცა მიწერო, მე ძალიან დამწუხრებული ვარ, ან ძალიან მიხარია, საპირისპირო პასუხები არ მიიღოთ რა, რომ თუ ძალიან მწუხარი ხარ, არ გითხრას, რომ არა მაგარია, გილოცავ და პირიქით. ან თუ ეტყვი რომ რაღაც ამოცანაში, მათემატიკის ამოცანაში დახმარება გჭირდება, არ გითხრას რომ არა, არ დაგეხმარები, ან თუ ეტყვი რომ რა ბომბი როგორ გავაკეთო, არ დაგეხმაროს და ასე შემდეგ. ეგ არის alignment-ის ნაწილი. მაგაზეც ვილაპარაკებთ შემდეგში. ხო, ანუ აქ არის მოკლე ისტორია, რითი დაიწყო, ელიზადან დაიწყო, შემდეგ იყო ანუ ელიზა მხოლოდ keyword და pattern matching-ზე იყო, ანუ თუ რაღაც keyword-ებს დაინახავდა თქვენ message-ში, მხოლოდ და მხოლოდ იმ წინასწარ გამზადებული ტექსტებით გიპასუხებდა, სხვა არაფერი. თქვენც გაკეთებული გექნებათ მსგავსი რაღაც if-else-ი რა, ანუ თუ ეს რაღაც ტექსტში მოხდა, მაშინ ეს დააბრუნე, თუ არა და თავი გაანებ. ალის ხო, შემდეგ იყო ეს ალისი, Siri Alexa, რომელიც intent-ზე და entity-ებზე, entity classification მოდელებს იყენებდა. აი მაგალითად, დამიჯავშნე მოგზაურობა თბილისიდან ბათუმამდე ვალ სიტყვაზე. ეგ იმას ნიშნავს, რომ უნდა მიხვდეს, რომ თქვენ მოგზაურობის დაჯავშნის ფუნქციის გამოძახება გინდათ და entity-ები არის თბილისიდან ბათუმამდე და ამავდროულად დროც, ხო, ხვალ გჭირდებათ ეს და რამდენიმე entity-ც უნდა ამოეცნო თქვენ საუბარში. და ეს შეგვიძლია დავყოთ როგორც intent classifier-ად, მაგალითად intent-ი რო ხო, ანუ intent classifier-ი ცალკე და შემდეგ entity recognition-ი ცალკე. შემდეგ იყო ეს sequence to sequence მოდელები, რომელიც როგორც მახსოვს ის არის, ან ბევრნაირი ტიპის არსებობს რა და LSTM-ი შემხვდა მე, რომ აი LSTM-ით ქონდათ გაკეთებული, რომ ერთ წინადადებას ეტყოდი და შემდეგ გარკვეულ წინადადებას დაგიგენერირებდა, თუმცა ერთ წინადადებაზე მეც კონტექსტი ვერ წვდებოდა ხოლმე როგორც წესი. და ტრანსფორმერებმა ყველაფერი შეცვალა, კონტექსტიც გაგვეზარდა, პარალელიზებადი გახდა და ძალიან დააჩქარა მოდელების მოცულობის გაზრდაც უკვე შეგვეძლო ამ დროს რესურსებიდან გამომდინარე და ნუ მოკლედ ძალიან დააჩქარა და შემდეგ 20-ში მივიღეთ ChatGPT, რომელიც ანუ ეს fine tuning-ი ქონდა დამატებული და RLHF-ი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია alignment-ში. ამასაც ვილაპარაკებთ შემდეგში. ხო. ეს ელიზაზე ის მოკლე მიმოხილვა, რაც თქვით, რომ საკვანძო სიტყვებს ასკანერებდა მხოლოდ და ეძებდა თქვენ მესიჯებში, მაგალითად მწუხარე said, mom, I am და ყველაზე მაღალი რანგის მქონე, ანუ ყველაზე მეტ ალბათურ სიტყვასთან რაც კი მოხდებოდა, მხოლოდ იმ წესს გააქტიურებდა და იმ პასუხს დაგიბრუნებდათ ხოლმე რა. აი აქ ჩემი პასუხებიდან ეგრევე მივედი სადღაც tell me more about that, ანუ okay რომ მივწერე, ვეღარაფერი ვეღარ გაიგო რა. და ნუ იმ რულებში არ ჩაჯდა და შესაბამისად default პასუხზე გადავიდა. Intent-ი და entity classification-ები აი უკვე 2000 და 2010-იანი წლებიდან და ცოტა გვიანაც ტრანსფორმერებშიც კი
შეგვიძლია ტრანსფორმერებითაც კი შეგვიძლია გავაკეთოთ ეს ყველაფერი. მაგრამ intent-ი პასუხობს იმ კითხვაზე, რომ რა უნდა მომხმარებელს, უნდა ფრენის დაჯავშნა, ავტობუსის დაჯავშნა, პიცის შეკვეთა, ამინდის შემოწმება და კლასიფაიერი ზუსტად ესენი გვექნება, ხო, რომ აი წინასწარ განსაზღვრული intent-ები, ანუ გვეწოდინება ჩვენმა chatbot-მა რაზე უნდა იმუშაოს, ამ intent-ებს გავწერთ. აი მაგალითად, ესეთზე მომიწია მე მუშაობა, რომ chatbot-ს ვაკეთებდით, რომელიც უნდა დახმარებოდა სკოლის მოსწავლეებს, რაღაც ამოცანების ამოხსნაში და სხვადასხვა კითხვებში. და ესეთი intent classifier-ი გქონდა, რომელიც იცნობდა რა ტიპის მათემატიკურ კითხვას უსვავდა მოსწავლე რა. ეს იყო პირდაპირ პასუხი მინდა, თუ მსგავსი ამოცანა მომიძებნე და ასე შემდეგ. ანუ ეგეც შესაძლებელია, ანუ წინასწარ intent-ს გავუწერ და შემდეგ უკვე დაატრენინგებ ამ მოდელს და ყოველ მოწერილზე გაატარებ ამ intent classifiers, ამოირჩევს შესაბამის ფუნქციას და ამ შესაბამისი ფუნქციის ამორჩევის შემდეგ უკვე გავუშვებ entity recognition-ს. მაგალითად, თუ intent classifier-მა ამოირჩია, რომ თქვენი მიწერილი არის ფრენის დაჯავშნა, მაშინ entity-ები შესაბამისი არგუმენტები უნდა გქონდეს, ხო? რომ აი მაგალითად, რომ სად გინდა, საიდან მიდიხარ და თარიღი. რომ სწორად შეავსო ის წინასწარ განსაზღვრული ფუნქცია აქაც. ანუ ყველაფერი ძალიან დაგეგმილი უნდა გქონდეს ეს ყველაფერი და აუცილებლად თითოეული მოდელი უნდა იყოს დატრენინგებული ამაზე. ეს კლასიფაიერები უნდა ცნობდნენ შენ უნდა იყვნენ მორგებულები შენ ამოცანაზე. თუ მაგალითად გაქვს რომ იცის შეკვეთა, მაშინ ისიც უნდა entity recognition-ში ისიც უნდა იცოდე მისამართი, ან რომელი რესტორნების ამომცნობიც უნდა გქონდეს, ხო, რომ რესტორანი ამოიცნო. აქ რამე კითხვები ხო არ არის, ანუ intent classifier-ები და entity recognition-ები მგონი იცით ხო, ანუ როგორ მუშაობს. რამე მაგალითი ხო არ გაჩვენოთ, მაგალითად Hugging Face-ზე თუნდაც. ისმის ხო ჩემი ხო? Yeah. ხო, ანუ ეგ დეტალი იცით ხო ეს რავი, ჩვეულებრივი კლასიფიკაციის ამოცანა არის ერთი intent recognition-ი და მეორე entity recognition. ანუ ჩავიდე დეტალებში თუ იყოს? იმას. კაი ბატონო. ხო. ეს უბრალოდ იმის ვიზუალიზაცია. თუ როგორ მუშაობს დამიჯავშნე ფრენა პარიზში ხვალ. გავუშვებ ჩვენ მოდელში, intent-ი გვექნება book flight, ხო? city იქნება Paris, თუმცა აქ ერთს დავამატებდი, რომ საიდან მიფრინავს არ არის მოცემული და ალბათ ისიც ექნებოდა, რომ ორი არგუმენტი გჭირდება, ერთი საიდან მიფრინავთ და მეორე სად მიფრინავთ. ანუ ეს destination-ი კი გვაქვს, აქ დანიშნულების ადგილი კი გვაქვს პარიზი, მაგრამ საიდან მიფრინავთ, ეგ არ ვიცით, ხო? აქედან გამომდინარე, აქ მე ვიტყოდი, რომ ამ სწორად შედგენილმა chatbot-მა უნდა გკითხოს, რომ იცი რა, აი ეს არგუმენტი მაკლია და საიდან მიფრინავ, ეგეც დამიზუსტე, სანამ უშუალოდ რაღაც API calls გამოვიძახე. ლოგიკურია, ხო? ანუ ეს იყო უფრო რაღაც ანუ ასეთი მიდგომა, ანუ ძველიც არ მინდა რომ ვახსენო, იმიტომ რომ სავსებით გამართლებული არის ეხლაც intent და entity classification-ების გამოყენება მოდელ chatbot-ებში. იმიტომ რომ ბევრად სწრაფი არის, უფრო ნაკლები ხარჯი აქვს LLM-ებთან შედარებით რა, ანუ ერთხელ დაატრენინგებ და გექნება. თუ რა თქმა უნდა განსაზღვრული გაქვს ის ამოცანა. და ანუ ბევრი დადებითი თვისებაც აქვს. და ისე არ მინდა, ის წარმოდგენა არ მინდა შეგიქმნათ, რომ აი რახან ტრანსფორმერები და
ChatGPT-სნაირი ჭკვიანი არ არის სიტყვაზე, ანუ არ ივარგებს რა, ანუ ამას ეს თავისი კლასია, თავისი ზომები გააჩნია, თავისი უპირატესობები გააჩნია რა. მაგაზე მინდოდა რომ გამემახვილებინა აქცენტი. ხო, ну, sequence to sequence chatbot-ები იყო უკვე 2014 წლიდან, პირველი გაჩნდა ეს LSTM-ი მაგალითად, გარკვეულ მოკლედ ტექსტს რო შეუშვებდით LSTM-ის საშუალებით მისი გარკვეულ embedding სივრცეში encoding-ი ხდებოდა, decoderi გქონდა და ну, რაღაც output-ს ველოდებოდით ისევ იმ ტოკენებში და როგორც წესი, ხო, პატარა მეხსიერება გქონდა რა, ანუ context windows რაღაც ერთ წინადადებაზე მეც ვერ ცდებოდა ხოლმე და ტრანსფორმერებმა და self attention-მა საგრძნობლად შეცვალა ეს ყველაფერი. პარალელიზმი გახდა შესაძლებელი, რამაც ძალიან დააჩქარა დასწავლის პროცესი და ну, მოკლედ მასშტაბურობაც ძალიან გაიზარდა და ძალიან აფეთქდა მოკლედ ეს NLP მიმართულება და საერთოდ chatbot-ების მიმართულებაც ამ მხრივ. ხო. ანუ რას აკეთებს ეს LLM-ი და ზოგადად ეს ტრანსფორმერები სანამ chat მოდელები გახდებიან. ანუ როგორც ვიცით ეს LLM-ები არ არიან არაფერი გარდა შემდეგი ტოკენის პროგნოზირებას მხოლოდ აკეთებენ შემდეგი ტოკენის პროგნოზირებას, ხო? ანუ ვიღებთ ძალიან დიდ კორპუსს, ვატრენინგებთ ამ მოდელს, რომ კონკრეტულ ტოკენებს ვფარავთ და ამ მოდელს ვატრენინგებთ ისე, რომ ამ დაფარული ტოკენების გამოცნობას ვასწავლით, ხო? იმ დანარჩენ ტექსტში არსებული ტოკენებზე ყურადღების მიქცევის საშუალებით. და რას ვიღებთ რეალურად, რომ autocomplete არის ძალიან კაი და აქვთ ასევე ენციკლოპედიური ცოდნა, ანუ ამ მოდელის წონებში შენახულია ეს ჩვენი დიდი კორპუსი, ასე თქვათ, მაგის კომპრესირებას ვახდენთ. და თუმცა ეს არ შეიცავს საუბრის კონცეფციას, ანუ შენ რომ მიწერო, რომ აი ეს ფრენად ამიჯავშნე ან მსგავსი რამე, არ უნდა მოელოდო, რომ pre-trained მოდელი სწორად გიპასუხებს. და chatbot-ების მიზანი სწორედ ის არის, რომ ინსტრუქციას კარგად მიყვეს, ასისტენტის როლი შეინარჩუნოს, სხვადასხვა ტიპის ამოცანებზე კარგად გაქცეს პასუხი, ან უფრო ისე ვთქვათ, რომ მოსალოდნელი პასუხები გაქცეს. და ასე შემდეგ რა, ანუ უფრო უსაფრთხოც იყოს მაგალითად. და საუბრის კონტექსტი რომ შეინარჩუნოს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია რა, რომ რაღაცა ერთს რო ეტყვი ჩატის დასაწყისში, რაღაც 2-3 მესიჯის მერე სისულელი არ უნდა გითხრას. და ეს საჭიროებს დამატებით გაწვრთნას, იმიტომ რომ ეს pre-training-ი არ გაძლევს მაგის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი კონდეს თავიდანვე. ხო, ეს რო გავიხსენოთ მოდელისთვის და LLM-ისთვის ეს chat-ის ფუნქცია რეალურად არ არსებობს. ეს არის LLM-ისთვის ჩვენი და თავისი მესიჯებიც არის ერთი განგრძობითი ტოკენების მიმდევრობა. აი მაგალითად აქ თუ ვეკითხებით, რომ რა არის საფრანგეთის დედაქალაქი და ამან chat-მა გვიპასუხა, რომ ეს არის პარიზი, ხო? და კიდევ ვეკითხებით დამატებით, რომ პოპულაცია რა არის. ანუ ეს სეპარაცია, რასაც აქ ჩვენ chat-ში ვხედავთ ხოლმე მარცხენა მხარეზე, არ არსებობს
და ეს არის განგრძობითად უბრალოდ გვაქვს სპეციალური ტოკენები, რომელიც ეხმარება ამ LLM-ს მიაქციოს ყურადღება სად მთავრდება მომხმარებლის მესიჯი და სად მთავრდება ასისტენტის მესიჯი. აი ეს მაგალითად system prompt-ი, რომელიც აქვს ხოლმე LLM-ს, როგორც წესი და ძალიან მნიშვნელოვანია. helpful assistant, ხო, ანუ აქ როგორც წესი უწერენ ხოლმე LLM-ს რა როლი მოირგოს, რა როლი ითამაშოს და როგორ გვიპასუხოს ჩვენ დასმულ კითხვებზე. და შემდეგ უკვე მოდის მომხმარებლისა და ასისტენტის მესიჯები. ხო, მესიჯები. ესეც ვიცით, ხო, რომ LLM-ისთვის არ არსებობს user-ისა და თავისი პასუხების სეპარაცია გარდა აი ამ ტოკენების. ანუ როგორც ერთი განგრძობითი მესიჯი ისე მისდის მას. ხო. შემდეგი ნაბიჯი, რომ ეს მივახციოთ იმ შედეგს, რომ LLM-მა, pre-trained LLM-მა chat-ის კონტექსტი აითვისოს და მიყვეს ინსტრუქციებს, პირველი არის ხოლმე როგორც წესი supervised fine tuning. ანუ ჩვენ გვაქვს ისეთი მონაცემთა dataset-ი, სადაც გვაქვს ინსტრუქციები და მოსალოდნელი პასუხები. ეს dataset-ი იქნება flan-ი, alpaca და ასე შემდეგ. დასწავლის მიზანი იგივე რჩება, რაც pre-training-ში, ოღონდ ჩვენ შემთხვევაში masking-ს უკეთებთ ინსტრუქციას და მომხმარებლის მესიჯს და მხოლოდ ვატრენინგებთ ასისტენტის output-ზე. და ასისტენტის output-ში loss-ი გვაქვს, რომ ზუსტად იგივე უნდა იყოს ასისტენტის output-ი, რაც ჩვენ წინასწარ გამზადებულ dataset-ში გვაქვს. და ზუსტად ეს ტოკენები, assistant ტოკენი, ზუსტად აქ სწავლობს, რომ აი აქედან იწყება ჩემი პასუხი, აქ დამთავრდა მომხმარებლის პასუხი. ანუ ზუსტად აქ ერკვევა იმ chat-ის სტრუქტურაში, ამ ეტაპზე ერკვევა ზუსტად მაგ chat-ის სტრუქტურაში. ხო, აქ იწყებს, რომ ის გაითვალისწინოს ის ინსტრუქციები, რაც system prompt-ში გვაქვს და მხოლოდ ყველაზე ალბათური ტექსტები არ დააგენერიროს, არამედ მიყვეს ამ ჩვენ dataset-ს. შემდეგი ნაბიჯი. ანუ ეს უკვე გვაძლევს იმას, რომ chat-ის შეგრძნება აქვს ხოლმე მოდელს როგორც წესი, ამ self-supervised fine-tuning-ის შემდეგ. შემდეგი ეს კიდე საკმარისი არ არის, იმიტომ რომ როგორც წესი, ეს მონაცემთა სეტი, რაც გვექნება წინასწარ გამზადებული ეს ინსტრუქციებისა და პასუხების სეტი, როგორც წესი, არ არის ხოლმე საკმარისად დიდი და მოდელს კიდე ჭირდება დამატებით დახვეწა. და ამაში გვეხმარება ეს reinforcement learning. ეს RLHF-ი, როგორც ChatGPT დაატრენინგეს, არის შემდეგნაირი. ესე იგი, პირველ ნაბიჯზე აქ გვაქვს ადამიანების მიერ დაგენერირებული კითხვები და პასუხები, აი აქ, supervised fine-tuning-ი. შემდეგ მეორე ნაბიჯზე უკვე ერთ ცალკეულ მოდელს ვიღებთ, რომელიც დაგვეხმარება scoring-ში. ანუ ეს scoring-ი რა ხდება? ჩვენ ვაგენერირებთ რამდენიმე outputs მოდელისაგან და ადამიანები ალეიბლებენ ამას, რომ მაგალითად D პასუხი უკეთესი იყო C-ზე, C უკეთესი იყო A-ზე და A და B იგივე იყო მაგალითად. და აი ამ მონაცემებით ვატრენინგებთ ახალ
ცალკე მდგომ მოდელს, რომელსაც reward მოდელი ქვია. და ამ reward მოდელის დატრენინგების შემდეგ უკვე ვიყენებთ ამ ახალ reward მოდელს, რომ კიდევ და კიდევ გავაუმჯობესოთ ჩვენი საწყისი LLM. საბაზისო LLM. და აქ ხო, და უმჯობესდება და უკეთესად ერკვევა იმ ჩატის ფუნქციის და ჩატის ათვისებაში მოკლედ რა, ანუ კარგად ერკვევა მაგ მხრივ, რომ დამატებით ერკვევა ისე, რომელი პასუხი იქნება უკეთესი, უკვე მის წონებშიც არის გარკვეულწილად ათვისებული. თუმცა ეს საკმაოდ საფრთხილო ნაბიჯი არის, რომ reward მოდელის გაცურება არ ისწავლოს ჩვენმა LLM-მა და არ მოატყუოს ხოლმე. კითხვები ხო არ გვაქვს აქ, რავი. გავგზავნოთ. ხო. ეს არის ის პრინციპი, რომლითაც დიდ ენობრივ მოდელებს ატრენინგებენ და შემდეგ fine tuning-ს უკეთებენ იმისთვის, რომ ჩატში უკეთესები იყვნენ. და ერთ-ერთი სპეციალიზირებული ამოცანა ზუსტად ან უფრო საბსეტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის კითხვა-პასუხი. და კითხვებზე სწორი პასუხის გაცემა ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე. და კითხვაზე პასუხის როგორც წესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი არის ის, რომ პასუხი მოვძებნოთ ან შიგნით ან მოდელმა ეს უნდა იცოდეს, ან კიდე გარე წყაროებიდან უნდა მოიძიოს და ამის სინთეზირება მოახდინოს. ხო და ამ სწორედ ამ თვისებებიდან გამომდინარე ყოფენ რამდენიმე ტიპად. პირველი არის მაგალითად extractive მოდელები, კითხვა-პასუხის სისტემები, რომლებიც მოცემული ტექსტიდან გაძლევენ პასუხს. შემდეგი არის ეს უფრო closed book, ანუ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ ცოდნას და მეხსიერებას ეყრდნობიან და open domain მოდელები, რომლებიც ჯერ ეძებენ თქვენ კითხვაზე პასუხს და პოულობენ შესაბამის დოკუმენტებს ან ადგილებს ამ კორპუსში და შემდეგ იბრუნებენ უკვე ამ მოძებნილ პასუხებზე, მოძებნილ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაძლევენ პასუხს. ხო, extractive ტიპის კითხვა-პასუხის სისტემა რო განვიხილოთ მაგალითად. ეს არის ისეთი კითხვა, უпростоრად კითხვასა და კონტექსტს ვაერთიანებთ ერთმანეთში. ეს კონტექსტი როგორ მოვიდა, ეგ ცალკე საკითხი არის. და აქაც შეგვიძლია სხვადასხვანაირი ძებნის ალგორითმები გამოვიყენოთ. ან კიდევ პირდაპირ კითხვა, დიდი პასუხი და ამ მოდელის კითხვა, დიდი კონტექსტი და ამ მოდელის მიზანი ის იყოს, რომ სწორი პასუხი გვიპოვოს დიდ კონტექსტში რა. უბრალოდ ესეც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეს ამოცანა. მაგალითად, თუ ჩვენი კითხვა არის, რომ სად არის ეიფელის კოშკი და კონტექსტში გვაქვს რამდენიმე ეიფელის კოშკზეც გვაქვს ინფორმაცია, პიზის თაუერზეც გვაქვს ინფორმაცია, არ ვიცი, თბილისის ფუნიკოლიორზეც გვაქვს ინფორმაცია, ჩვენი მოლოდინი უნდა იყოს ის, რომ აი აქ მხოლოდ და მხოლოდ ეიფელის თაუერი მოგვინიშნოს. და ეს extractive მოდელები
კი არ გპასუხობენ როგორც ტექსტი, არამედ გვეუბნებიან თუ სად იწყება ანუ სტარტი კონტექსტის რომელ ნაწილში იწყება პასუხი და სად მთავრდება. გასაგებია, ხო? ანუ input-ი გვაქვს კითხვა პლუს კონტექსტი და output-ი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ სტარტი და ენდი. და ეს სტარტი და ენდი მიგვითითებს თუ სად არის კონტექსტის რომელ ნაწილში არის პასუხი. და ამას აქვს უარყოფითი თვისება, რომ კონტექსტში შეიძლება სწორი პასუხი საერთოდ არ გქონდეს. და შესაბამისად, სტარტი და ენდი ან ცარიელი იქნება, ან კიდე შეცდომაში შეგვიყვანს. და ხო, შემდეგი არის უკვე open domain მოდელები. ანუ ესეც გასაგები არის, ხო? ანუ პირდაპირ ორი სტარტი და ends გვეუბნება და იმ კონტექსტში პირდაპირ highlights გაუკეთებთ ხოლმე როგორც წესი. მაგალითად აქ ეს data set-ი არის, რომელიც კონტექსტს გვეუბნება, კითხვას გვეუბნება და პასუხს გვეუბნება, რომ აი აქედან აქამდე უნდა იყოს ეს. მაგალითად კონტექსტი და შეგვიძლია ჩვენი მოდელის დავატრენინგოთ ამის მიხედვით. ანუ ამ კონტექსტის კითხვის და პასუხი უკვე ჩვენი ტარგეტი იქნება და ამაზე მოდელს დავატრენინგებთ, ხო? ანალოგიურად, ხო, ეს დიდი data set-ი არის და შეგვიძლია გამოვიყენოთ კითხვა-პასუხის მოდელის დასატრენინგებლად. ხო, open domain-ი, ან როგორც წესი LLM-ს ძალიან ეშლებათ ხოლმე ჰალუცინაციებიც ძალიან ხშირია, როცა ისეთ ინფორმაციას იგონებენ, რაც რეალურად არ არსებობს. და ამის აღმოსაფხრელად არსებობს ორი ვარიანტი. ერთი, რომ მოვიძიოთ ეს ინფორმაცია, ჩვენ შევაგროვოთ training data ვაქციოთ და დავატრენინგოთ მოდელი, ან კიდევ შევქმნათ ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც წინასწარ მოიძიებენ ამ ინფორმაციას და როდესაც შევეკითხებით ამ მოდელს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მაშინვე ეს კონტექსტად გარდაიქმნება ეს წინასწარ არსებული მონაცემები და ისე შევა მოდელში, როგორც დამატებითი კონტექსტი. და შემდეგ უკვე ამ მოდელს ექნება ეს დამატებითი კონტექსტიც, ჩვენი კითხვაც და ამის მიხედვით გვიპასუხებენ. თუმცა აქ უკვე საჭიროა, რომ გქონდეს აი ეს retriever-ი, რომელიც მოძებნის ჩვენ დიდ კორპუსში შესაბამის დოკუმენტებს და გააერთიანებს ჩვენ კითხვასთან ერთად და შემდეგ შევა ეს უკვე მოდელში და მივიღებთ პასუხს. რამდენიმე ტიპის retriever-ები არსებობენ, ეს არის ერთი მაგალითად sparse retriever-ი, რომელიც საკვანძო სიტყვებს და საკვანძო სიტყვების დამთხევას ანუ keyword-ებს უყურებს რეალურად თქვენ კითხვასა და დოკუმენტებს შორის. ბევრად სწრაფია, ტრენინგიც არ ჭირდება, ну გარკვეულწილად ტრენინგი ჭირდება, თუმცა იმდენად ჩქარია, რომ შეგვიძლია არც კი ჩავთვალოთ ეს ტრენინგად. უბრალოდ ასახავს თუ თითოეული term მოკლედ ეს არის ან თითოეული keyword-ი რა სიხშირით ხდება თითოეულ დოკუმენტში, მაგას ასახავს და ეგ ტრენინგად ალბათ არ ითვლება. თუმცა უჭირს სემანტიკური მნიშვნელობების მსგავსება, ანუ თქვენ რო თქვათ, რომ აი მაგალითად თუ დოკუმენტში ვეძებთ, რომ აი რაღაც ლომს თუ ეძებ რა, ლომი შეიძლება იყოს ცხოველიც და ისიც რაღაც ხელსაწყოთ შეიძლება იყოს რაღაც სათხრელი, ხო? და მაგ მხრივ
შეიძლება დაიბნეს და არასწორი დოკუმენტი გამოიტანოს, იმიტომ რომ სულ სხვადასხვა კონტექსტი აქვს. და სემანტიკური უფრო კონტექსტის მიხედვით გარკვეულ ვექტორულ განზომილებებში ეძებს და cosine similarity. ანუ რამდენად კონტექსტურად ახლოს არის მაგ მსგავსებებს ეძებს და ეგ პლუსი აქვს რომ კონტექსტსაც ითვალისწინებს, თუმცა დასწავლის პროცესი არის საჭირო, ან უკვე დასწავლული მოდელი უნდა გამოვიყენოთ ხოლმე რა. ხო, ანუ რო შევაჯამოთ ეს დაახლოებით, რაზე ვილაპარაკეთ? ანუ ჩატბოტების ისტორიაზე ვთქვით, როგორ დაიწყო ჩატბოტები, რომ 60 წლის წინ სადღაც გამოჩნდნენ. თავდაპირველად იყო rule based, ანუ ყველაფერი გაწერილი იყო, თქვენ თითოეულ message-ში გარკვეულ keyword-ებს ეძებდნენ ეს ასე ვთქვათ ჩატბოტები და მაგის მიხედვით ეს სისტემები და მაგის მიხედვით პასუხობდნენ წინასწარ განსაზღვრული ტექსტებით. შემდეგ იყო უკვე ნეირონული, რომელიც intents-და და entity recognition-ს აკეთებდა და მაგის მიხედვით პასუხობდა ისევ წინასწარ განსაზღვრული ფუნქციონალით. შემდეგი იყო ეს sec to sec-ი და ტრანსფორმერზე დაფუძნებული LLM-ები, რომლებიც უკვე თავიანთ ცოდნას რაც ტრენინგის დროს აიღეს, იმის მიხედვით პასუხობდნენ. ასევე ეს საბაზისო ცოდნა, რასაც LLM-ები იღებდნენ, მხოლოდ ალბათურ ტოკენებს პროგნოზირებენ, ანუ შემდეგი ყველაზე ალბათურ ტოკენს გვეუბნებიან, რაც როგორც წესი ჩატისთვის არ არის დამახასიათებელი და ჩვენ უფრო გვინდა რომ კონტექსტუალური ცოდნა კონდეს იმ ჩატის სესიაში და ჩვენ ვიყენებთ SFT-ს და ასევე RLHF-ს, რომ უფრო უსაფრთხო და ჩატზე და ასისტენტზე მორგებული პასუხები რომ მივიღოთ. ასევე თქვით, რომ სპეციალური ტოკენები მხოლოდ და მხოლოდ ტოკენებია და მათ მნიშვნელობა SFT-ის დროს ენიჭებათ კონკრეტული მნიშვნელობები, აი მაგალითად user-ი დაიწყო და დამთავრდა. და ასისტენტი აქ უნდა დაიწყოს და აქ დამთავრდეს. და კითხვა-პასუხის სხვადასხვა განსხვავებულ ტიპებზე ვილაპარაკეთ, ასევე ვთქვით, რომ მათი დადებითი და უარყოფითი თვისებები და ახლა კი რაგზე გადავიდეთ რა. რაგი თუ გაგიგიათ, ანუ ეს ძალიან გავს ზუსტად აი ამ open domain მიდგომას და retriever semantic retriever-ზე ვილაპარაკოთ კიდე. აქამდე რამე კითხვა ხომ არა გაქვთ? ისმის შემკითხვა, ხო? არაფერი. ეხლა თქვენ? დიახ, მას. კითხვები არ გაქვთ? არა, მას. ხო, ანუ როგორც ვიცი, ანუ ისეთია რა, ნაცნობი თემა არის, ეხლა თან ბევრი ახლის დამატება ალბათ, რა ვიცი, ცოტა რთული არის ამ საკითხთან დაკავშირებით რა. რაგთან თუ გქონიათ გამოცდილება მაგალითად, ან თქვენ თუ გაგიკეთებიათ რამე ისეთი, ან თუ ხვდებით მაგალითად ეს retrieval-ი რაში შეიძლება იყოს კარგი. აი მაგალითად რატო მოუვიდათ აზრად რაგის გამოყენება რა? რატო მთავარი მიზანი რა შეიძლება, რომ აი რაღაც კითხვა მაქვს
მინდა რომ chatbot-მა მიპასუხოს, მაგრამ ვერ პასუხობს, ხო? რაღაც მომენტში კონკრეტული ცოდნა არ გააჩნია. რამდენი ვარიანტი მაქვს, რომ ეს ცოდნა ამ მოდელში ჩავდო? ორი, ხო? ანუ ერთი ის, რომ თვითონ მოდელი დავატრენინგო და მეორე ის, რომ კონტექსტს გავაყოლო ხოლმე, არა? და კონტექსტს რომ პირველ შემთხვევაში, ანუ სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და რესურსებთან, რომ ჯერ ეს მოდელი უნდა ისეთი მანქანა ვიშოვო, რომ ეს მოდელი ჩავდო ამაში, ხო, ანუ ჩაეტიოს, შემდეგ ტრენინგიც უნდა გაუშვა, შემდეგ უნდა შევაფასო ეს რამდენად კარგად მუშაობს და წრეზე წავიდე, ხო? და ეს ახლანდელი chatbot-ები იმდენად ჭკვიანები არიან, რომ მათავე შეუძლიათ მოძებნონ ამ ჩვენ ბაზაში და კონტექსტის გატანებაში უფრო ნაკლები რესურსი დამეხარჯება მე და დამატებითი ცოდნაც არ დამჭირდება, რომ ან დამატებითი რესურსებიც არ დამჭირდება, რომ დავხარჯო რა, ასე ვთქვათ. პატარა დემონსტრაცია რო გავაკეთოთ, აი მაგალითად ხო, დავუშვათ გვაქვს გარკვეული ცოდნის ბაზა. ეს შეიძლება იყოს როგორც აი მაგალითად კომპანიის შიგნით არსებული რაღაც knowledge base-ი, რომელიც ათასობით გვერდი და საიტი შეიძლება იყოს. და ნებისმიერ სხვა ან თუნდაც წიგნები, რომელიც ინტერნეტში არ იპოვება. და შეუძლებელია რომ LLM-ს ჰქონდეს თავის ცოდნაში რა, ასე ვთქვათ. ხო, ნუ რამდენიმე რაღაც ჩამოვწერე. აქ ნახეთ, ამ შემთხვევაში გავიაროთ vector embedding search-ი, ეს არის embedding-ები და ინდექსაცია, რომ მოდელი ჩავტვირთოთ და მოვახდინოთ ამ დოკუმენტების ცოდნის ბაზის ინდექსაცია. რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად 32 დოკუმენტი გვაქვს. აქაც რო დავვერტოთ. 32 დოკუმენტი გვაქვს და აი ამ მოდელის საშუალებით მოვახდინეთ მისი embedding. და embedding-ის ზომა ჩვენ შემთხვევაში არის 384. ეს ხო ვიცით არა, embedding-ები როგორ ნაწილდება, ან ძამი. კარგი მაგალითი. გონი კარგად იცით ხო ეს embedding-ები რა არის და ავხსნა დაახლოებით 384 განზომილებაში ეს თითოეული ჩვენი წინადადება კონკრეტულ წერტილს შეესაბამა აი ამ მოდელის მიხედვით. ხო? და ეს მოდელი აი ამ თითოეული წინადადების კონტექსტს კონკრეტულ წერტილს შეუსაბამებს. და ეს მოდელი არის დატრენინგებული, რომ მსგავს წინადადებებს ერთმანეთთან ახლოში სვავს, ხოლო განსხვავებულ წინადადებებს შორს. და აი ერთი მაგალითი რომ ნახოთ, doc embedding. მინული ავიღოთ მაგალითად. რაღაც გარკვეულ სივრცეში ეს წერტილები დაგვისვა. აქ შეგვიძლია კიდე ისიც ვქნათ, რომ დავბეჭდოთ დაახლოებით ორ განზომილებაში გადმოვიყვანოთ და დაახლოებით როგორ არის განაწილებული ეს წინადადებები, ეგეც შეგვიძლია ვნახოთ. თუმცა ჯერ გავიდეთ ბოლოში და მე ვნახოთ ეგ განაწილება როგორ იქნება, ხო? აი ანუ მთელი ჩვენი მიზანი რა არის, რომ ეს ცოდნა, რაც კი ჩვენ აქ გვაქვს და დაუშვათ LLM-ს არა აქვს,
ის გადმოვიტანოთ როგორღაც LLM-ში. ხო? ან გავაკეთოთ ინდექსაცია, როგორც უკვე ვთქვით, და აი მაგალითად გავუშვათ ჩატში. მოდი ჯერ გავუშვათ კონტექსტის გარეშე. რომ კონტექსტი ყოველთვის სარიელი იყოს აქ. ანუ აქ კი რაღაცას მივანიჭებ, მაგრამ აქ მე გავანულებ, ხო? და გავუშვათ მოდელში. ეს არის Gemma 3 მოდელი, რომელიც ახლა ლოკალურზე არის გაშვებული ჩემთან. და აი, შევეკითხოთ აბა თუ იცის. იცის. აი, ისეთი რა კითხვა შეიძლება დავუსვათ, რაც შეიძლება არ იცოდეს. აი მაგალითად კაია, არ ვიციო. ნახე, არ იცის, ხო? საქართველოს პრეზიდენტი ვინ არისო დავუსვით კითხვა და არ იცის. ეხლა აქ მოდი დავამატოთ საქართველოს პრეზიდენტი, ხო? და მოვახდინოთ ამისი ინდექსაცია და იმასაც ჩავურთავ. აი აქ ხო გამორთული მქონდა ეს კონტექსტი. ეხლა ამას დავაკომენტარებ, რომ ეს კონტექსტი აქ შევიდეს, ამ პრომპტში შევიდეს და მე გავუშვებ ამას. ხო, ნახეთ, აქ უკვე იმუშავა. აქ რამდენიმე მსგავსი წამოიღო, ან similar მსგავსებით ვეძებთ ჩვენ უკვე არსებულ ბაზაში და რამ აი აქ top k აი ამის საშუალებით top 3 ყველაზე ახლო მდგომი ვექტორი მოდის და ამის შემდეგ დეკოდირებას ვახდენთ, ხო? წინადადებაში აი აქ ამის შემდეგ და ამას უკვე ვსვავთ ჩვენ პრომპტში და ამის შემდეგ უკვე ეს ცოდნა გარკვეულწილად გადაეცემა LLM-საც, ხო? რომ აი ეს კონტექსტი გაქვს, ეს არის კითხვა და აბა მიპასუხე. აქ კითხვები უნდა გქონდეთ აქ მაინც. ანუ მუშაობთ ხო ესეთ ამოცანებზე ან LLM-თან გქონიათ ხო შეხება რომ გამოგეძახებინათ მაგალითად. კი. ანუ რამე უცხო არ არის ხო აქ არაფერი ახლა თქვენ. ხო. კაი. რავი, სხვა რა შემიძლია გაჩვენოთ რა. ემბედინგებიც ნაცნობი არის თქვენთვის, არა? იცი ერთ წამი. ის არის საინტერესო თუ როგორ ხდება ემბედინგები. ეს ემბედინგი ხო მაგალითად 384 განზომილებიანი ვექტორები არის. ამას ჩვენ ვერ გამოვაჩენთ, ხო, ასე ვთქვათ. თუმცა არის ისეთი მეთოდები, რომლებიც ახდენს განზომილების შემცირებას. და ეს შეგვიძლია გავაკეთოთ რამდენიმე მოდელით. ერთ-ერთი არის PCA, PSNI და ასე შემდეგ რა. აი მაგალითად PCA გამოვიყენოთ. და ეს 32 დოკუმენტი PCA საშუალებით ვიზუალიზაცია გავაკეთოთ. ესეც იცით? თუ ახალი იქნება თქვენთვის? ვიცით მას. აი, მაშინ რაზე ვილაპარაკოთ ამ ჩატბოტებთან დაკავშირებით? თქვენ თუ გაქვთ რამე იდეები? ან კითხვები? თუ არა და მე ამოვწურე მაშინ. ყველაფერი გცოდნიათ. არ გვაქვს კითხვები, ხო?
აი, ბექას არა, კითხები. ანდრია შენც დამიდასტურე. ანდრეასაც არა. აი, ბატონო. რაღაცა ისე პრინციპში ან მარტივი საკითხია, თუ ყველა ან ჩატბოტები როგორ მუშაობს, იცით, ტრანსფორმერები როგორ მუშაობს, ვთქვით, entity recognition-ი ვთქვით და intent recognition-ზეც ვილაპარაკეთ. მაგაზე based chatbot-ებზეც ვილაპარაკეთ. სხვა chatbot-ებზე რა უნდა ვთქვით. კითხვები არ აქვს, მაშინ დავამთავროთ, იმიტომ რომ რაღაცა ცოტა სხვას მოველოდი და ძალიან კაი რომ უკვე ეს ყველაფერი გავლილი გაქვთ და იცით. ნახვამდის. კი ბატონო. აბა კარგად. ნახვამდის.